მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ გუგუნიშვილი და ეს არის ჩვენი ალგებრული ნაწილის მეხუთე ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 10 წილადებზე. თუ წილადს მნიშვნელად აქვს 10, 100, 1000, მისი წარმოდგენა ჩვენ შეგვიძლია 10 წილადის სახით. მაგალითად, 7 მიათედი იგივეა რაც 0.7 მიათედი 10 წილადის სახით. ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ 8 მიასედი, ეს იქნება 0.08, ანუ 0.8 მიასედი. დავწეროთ ასევე 3 მიათედი წილადი 10 წილადის სახით და ეს იქნება 0.3 მიათედი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია 12 მეხუთედით წარმოვადგინოთ, ანუ ჩვეულებრივი წილადი 10 წილადის სახით. 12 მეხუთედი იგივეა რაც 12 გაყოფილი 5-ზე. 12-ში 5 ვიცით რომ უნაჟთოდ თავსდება ორჯერ, ეს არის 12 რომ 5-ზე გავყოთ 2 განაყოფი, ნაშთი დაგვრჩება 2, 2-ში არ თავსდება 5, აქედან გამომდინარე დავუწეროთ 0, 20-ში 5 თავსდება 4-ჯერ, ანუ 12 მეხუთედი იგივეა რაც 2.4 მიათედი. 10 წილადების შეკრების დროს მათ ვწერთ ისე, რომ მძიმე იყოს მძიმის ქვეშ, შემდეგ ვუმატებთ როგორც ნატურალურ რიცხვებს და მძიმე ჩამოგვაქვს თავის სვეტში უცვლელად. მაგალითად, 2.712.000-ს დავუმატოთ 3.5 მიათასები. დავიწყოთ როგორც ნატურალური რიცხვების შეკრება ისე, 2 დამატებული 5 არის 7, 1 დამატებული 0, 1, 7, 2 დამატებული 3, ეს არის 5. მძიმე ჩამოვიდა იგივე სვეტში. გადავიდეთ შემდეგ შეკრებაზე. 5 დამატებული 6, ეს არის 11, 1 ვწერთ, 1 ვიმახსოვრებთ, 0 დამატებული 0, 0, იქაც 1, 1, 2, ჩამოვა უცვლელად, 5 დამატებული 1, 6, ამრიგად მივიღეთ 6.211 მიათასები. გადავიდეთ გაყოფაზე, აქაც ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ, ანუ მძიმე უნდა დავტოვოთ უცვლელად თავის სვეტში და გამოვაკლოთ როგორც ნატურალური რიცხვები ისე. 7 გამოკლებული 2, ეს არის 5, 2 გამოკლებული 0, 2, 1 გამოკლებული 1, 0, მძიმე ჩამოვიდა უცვლელად, 3 გამოკლებული 1, 2 და 1 გამოკლებული 1, 0, რომელსაც აღარ ვწერთ. გადავიდეთ შემდეგზე. 2 ჩამოდის უცვლელად, რადგან აქ ნულები იგულისხმება. 0-იც უცვლელად, 3 გამოკლებული 1, ეს არის 2, ხოლო 9 გამოკლებული 2 იქნება 7, ანუ 7.202 მიათასები. 10 წილადი რომ გავამრავლოთ 10 წილადზე, აუცილებელია რომ ისინი გადავამრავლოთ ისე როგორც მთელი რიცხვები, ხოლო შემდეგ ნამრავლში მძიმე გამოვყოთ ბოლოდან იმდენი ციფრით, რამდენი ციფრიც არის მამრავლებში ერთად მძიმის შემდეგ. შევასრულოთ გამრავლება 3.14 მიასედი გავამრავლოთ 2.1 მიათედზე. დავიწყოთ ისე გადამრავლება, როგორც მთელ რიცხვებში ვასრულებთ. 1 გავამრავლოთ 4-ზე, ეს არის 4, 1-ჯერ 1, 1, 1-ჯერ 3, 3, 2-ჯერ 4, 8, 2, 6. შევკრივოთ 4, 9, 5, 6. ახლა კი ბოლოდან უნდა გამოვყოთ 3 ციფრით, რადგან მამრავლებში პირველ მამრავლში მძიმის შემდეგ არის 2 ციფრი, მეორე მამრავლში 1 ციფრი, ჯამში 3 ციფრი, ანუ ბოლოდან გამოვყოთ 3 ციფრით და გვექნება 6.594 მიათასები. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე, 0.13 მიასედი გავამრავლოთ 2.2 მიათედზე. აქაც ანალოგიურად მოვიქცეთ, გადავამრავლოთ როგორც მთელი რიცხვები, 2-ჯერ 3, 6, 2-ჯერ 1, 2, 0-ზე აღარ გავამრავლოთ, 2-ჯერ 3, ეს არის 6 და 2, 6 დამატებული 0, 6, 2-ზე 6, 8 და 2. როგორც ხედავთ, მძიმის შემდეგ არის 2 ციფრი, 1 ციფრი, ჯამში აქაც 3 ციფრი, ბოლოდან უნდა გამოვყოთ 3 ციფრით, მაგრამ გვაქვს სულ 3 ციფრი. ამიტომ წერთ წინ 0-ს და გვექნება 0.286 მიათასები. გადავიდეთ
10 წილადების გაყოფაზე, 10 წილადი რომ გავყოთ 10 წილადზე, აუცილებელია რომ გასაყოფშიც და გამყოფშიც მძიმე გადავიტანოთ მარჯვნივ იმდენი ციფრით, რამდენი ციფრიც არის გამყოფში მძიმის შემდეგ. მაგალითად, შევასრულოთ შემდეგი მოქმედება 1.2 გავყოთ 0.3 მიასერძე. მძიმის შემდეგ გამყოფში, როგორც ვხედავთ, არის 2 ციფრი, აქედან გამომდინარე პირველ ციფრშიც გადაგვაქვს მძიმე 2 ციფრით და გვექნება 120 გაყოფილი 3-ზე, რაც უდრის 40. შევასრულოთ შემდეგი, ანუ 1.5 გავყოთ 0.5 მიათედზე. ეს იქნება მძიმე გადაგვაქვს თითო ციფრით, გვექნება 15 გაყოფილი 5-ზე, რაც უდრის 3-ს. ამრიგად 1.5 მიათედი რომ გავყავით 0.5 მიათედზე, მივიღეთ 3. 10 წილადი რომ გავამრავლოთ თანრიგის ერთეულზე 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ასე შემდეგ, აუცილებელია რომ 10 წილადში მძიმე გადავიტანოთ მარჯვნივ იმდენი ციფრით, რამდენი ნულიც არის თანრიგის ერთეულში. მაგალითად, 7.9 მიათედი გავამრავლოთ 10-ზე. ეს იქნება 79, რადგან მძიმე მარჯვნივ გადავა 1 ციფრით. შემდეგი ვნახოთ 2.87 მიასედი გავამრავლოთ 100-ზე. მძიმე გადაგვაქვს მარჯვნივ 2 ციფრით, რადგან თანრიგის ერთეულში გვაქვს 2 ნულიანი, ანუ იქნება 287. შევასრულოთ შემდეგი 2.157 მიათასედი გავამრავლოთ 100-ზე. მძიმე გადავა მარჯვნივ 2 ციფრით და გვექნება 215.7 მიათედი. 10 წილადი რომ გავამრავლოთ თანრიგის ერთეულზე 0.1 მიათედზე, 0.1 მიასედზე, 0.1 მიათასედზე, აუცილებელია რომ 10 წილადში მძიმე გადავიტანოთ მარცხნივ იმდენი ციფრით, რამდენი ციფრიც არის თანრიგის ერთეულში. მაგალითად, 215 რომ გავამრავლოთ 0.1 მიათედზე, მძიმე მარცხნივ გადმოვა 1 ციფრით და იქნება 21.5, რადგან თანრიგის ერთეულში გვაქვს 1 ციფრი. 0.3 რომ გავამრავლოთ 0.1 მიათასედზე, იქნება 0.0003. ანუ 0.3 მიათასედი. 10 წილადი რომ გავყოთ თანრიგის ერთეულზე 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ასე შემდეგ, აუცილებელია რომ 10 წილადში მძიმე გადმოვიტანოთ მარცხნივ იმდენი ციფრით, რამდენი ნულიც არის თანრიგის ერთეულში. მაგალითად, 3.4 მიათედი გავყოთ 10-ზე. ეს იქნება 0.34 მიასედი, რადგან მძიმე გადმოვიდა 1 ციფრით მარცხნივ. რაც შეეხება 15.57-ის 100-ზე გაყოფისას მიღებულ შედეგს, იქნება 0.1547, ანუ მძიმე გადმოვიდა მარცხნივ 2 ციფრით. 10 წილადი რომ გავყოთ თანრიგის ერთეულზე 0.1 მიათედზე, 0.1 მიასედზე, 0.1 მიათასედზე, აუცილებელია რომ 10 წილადში მძიმე გადავიტანოთ მარჯვნივ იმდენი ციფრით, რამდენი ციფრიც არის თანრიგის ერთეულში. მაგალითად, 1.7 მიათედი რომ გავყოთ 0.1 მიათედზე, იქნება 17. 25.18 მიასედი რომ გავყოთ 0.1 მიასედზე, იქნება 2518. ახლა კი გადავიდეთ შედარებაზე. 10 წილადების შედარების დროს ის 10 წილადია უფრო რატო გადავეკიდე ამის. ახლა კი გადავიდეთ შედარებაზე. 10 წილადებს თუ ვადარებთ, პირველ რიგში უნდა შევადაროთ მისი მთელი ნაწილი, ხოლო შემდეგ წილადი ნაწილები. მაგალითად, ავიღოთ 17.5 მიათედი და ავიღოთ ახლა კი გადავიდეთ შედარებაზე. როდესაც 2 წილადს ვადარებთ ერთმანეთს, პირველ რიგში უნდა შევადაროთ მათი მთელი ნაწილი, ხოლო შემდეგ გადავიდეთ წილად ნაწილებზე. მაგალითად, შევადაროთ 17.5 მიათედი და 9.8 მიათედი. როგორც ხედავთ, მთელ ნაწილში 17 მეტია 9-ზე, აქედან გამომდინარე მარტივად პირველი 10 წილადი მეტი იქნება მეორე 10 წილადზე.
გადავიდეთ შემდეგზე 2,15 მიასედი და 2,176 მიათასედი. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მთელი ნაწილები ტოლია. გადავდივართ შემდეგზე, ერთებით ტოლია, შემდეგ გადავდივართ მიასედებზე. მიასედებში უკვე 7 მეტია, აქედან გამომდინარე მეორე 10 წილადი მეტია პირველ 10 წილადზე. გადავიდეთ შემდეგზე 3,11 მიასედი და 2,101 მიათასედი. როგორც ხედავთ, აქაც მთელი ნაწილებში 3 მეტია 2-ზე და პირდაპირ 3,11 მეტი იქნება 2,101-ზე. გადავიდეთ კიდევ შემდეგზე 5,17 მიასედი და 5,107 მიათასედი. როგორც ხედავთ, მთელი ნაწილები არის ტოლი, შემდეგ გადავდივართ მიათედებზე, 1 ტოლია, აქაც შემდეგი მოდის 7 მიასედი, აქ არის 0. აქედან გამომდინარე პირველი 10 წილადი მეტი იქნება მეორე 10 წილადზე. ლექციის ბოლოს განვიხილოთ მოქმედებები რიცხვებზე. მაგალითად, როდესაც გვაქვს ერთნაირნიშნიანი რიცხვები და მათ ვკრებთ, ნიშანი აუცილებლად გადავა უცვლელად. ანუ გვექნება 15 თუ დავუმატებთ 10, ნიშანი იქნება დადებითი, რადგან ორივე რიცხვი არის დადებითი და გვექნება 25. რაც შეეხება -5 პლუს -20 იქნება -25. ნიშანი გადავიდა უცვლელად, რადგან ორივე ორი უარყოფითი რიცხვი შევკრიბეთ. რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრებას, მოდულით მეტ რიცხვს აკლდება მოდულით ნაკლები რიცხვი და იწერება მოდულით მეტი რიცხვის ნიშანი. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ 45 არის დადებითი რიცხვი, ამავდროულად დიდი რიცხვი, 45-ს გამოაკლდება 5 და იქნება დადებითი 40. რაც შეეხება 17-ს გამოკლებულ 19-ს, როგორც ხედავთ, 19 არის უფრო დიდი რიცხვი ვიდრე 17. ამავდროულად 19 არის უარყოფითი ნიშნით. ამიტომ -19-ს მოდულში უნდა გამოვაკლოთ 17 და დავწეროთ 19-ის წინ მდებარე ნიშანი, ანუ მინუსი. 17-ს რომ გამოვაკლოთ 19 იქნება -2. რაც შეეხება ერთნაირნიშნიანი რიცხვების ნამრავლს და განაყოფს, ის აუცილებლად მოგცემს ისევ დადებით რიცხვს. მაგალითად, 2 გამრავლებული 5-ზე ორივე დადებითი რიცხვია, დადებითი რიცხვების ნამრავლი გვაძლევს დადებით რიცხვს. ანალოგიურად დადებით რიცხვს მოგცემს 2 უარყოფითი რიცხვის ნამრავლი. ანუ -2 რომ გავამრავლოთ -5-ზე იქნება დადებითი 10. რაც შეეხება დადებითი და უარყოფითი, ანუ სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების ნამრავლს და განაყოფს, ის აუცილებლად იქნება უარყოფითი რიცხვი. 20 რომ გავამრავლოთ -2-ზე გვექნება -40. ხოლო რაც შეეხება უარყოფით რიცხვს თუ ყოფთ დადებით რიცხვზე, აუცილებლად გვექნება უარყოფითი რიცხვი, ანუ -5. ამ ვიდეო ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ გვიყურებთ.